იცით რა, საბჭოთა კავშირის დამარცხება ჯერ კიდევ ნაადრევია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლა რას წარმოადგენდა როგორც ცივილიზაციის მოვლენა, ცივილიზაციის ისტორიის, ესე იგი ხალხთა მეგობრობის დაშლა და გადასვლა აბრაამის იმპერიაში. ამის პატრონი ჯერ არ გამოჩენილა. და ის ხალხები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ, იმდენად არიან თავგზააბნეულები, უნდა გითხრათ, თავგზააბნეულები. რომ იმასაც ვერ ახერხებენ, რომ თავიანთი ნაბიჯი რაც გადადგეს, ერთად შეაფასონ. არ შეუძლია რომ ის სახელმწიფოები შეიკრიბონ, დელეგაციები შეიკრიბონ და თქვან რომ აი სწორად მოვიქეცით, ეხლა ხო ვიცით რისთვის საით მივდიოდით, აი ეხლა კარგია ეს ბაქტერიოლოგიური ომები, კარგია 8 მილიონი გავა. არ არის ამის პატრონი, მსოფლიოს არ აყავს. დღევანდელ დროებაში საბჭოთა კავშირის ხსენება ავტომატურად იწვევს, ესე რომ ვთქვათ, უცილობელი ბოროტების გამართლებას, ესეც დამკვიდრებული აზროვნება არის. კი, არა, ის იცით რა, როდესაც მსოფლიოს ახალწესრიგს ყავს ისეთი წარმომადგენლები, როგორიც იყო შევარდნაძე, ყოვლად გაუნათლებელი ადამიანი. როგორიც არის სააკაშვილი, ვინც მოგვივიდა. ეხლა რომელი ერთი შეედრება ნორმალური ჩვენ მეფეებს და იმათ ვინც საქართველოს აქციეს და მოიყვანეს აქამდე. ეს ღაპარია უბრალოდ, მაგრამ დღეს მსოფლიო არის იმდენად დაჩაჩანაკებული, იმდენად გაუბედურებული და დაუძლურებელი, რომ მარტო ის ფაქტი, რომ შენ დაშალე ხალხთა მეგობრობის კავშირი, ხო? ხო სწორია, ხალხთა მეგობრობის. და შენ ეხლა შეგიცვალეს იმით, რომ კაცობრიობის 8 მილიარდი უნდა ამოგიჟლიტონ, კაცო. და მერე უნდა დაგიყენონ მოსამსახურედ. ამის ტვინი რო არა გაქვს, რომ ეს გააცნობიერო, იმას არაფერი აღარ მოეკითხება. ანუ დაშალეს იმისთვის, რომ შემდეგ გაანადგურონ. არა, ეს დღეს არ არსებობს მსოფლიო და კაცობრიობა როგორც საღიაზროვნების პატრონი, საღიაზროვნების. აი ამას სჭირდება ამ დაბნეულობიდან, გზაარეულობიდან უნდა გამოვიდეს, დამშვიდდეს და მოიკრეფოს ძალა და ენერგია და შეაფასოს თავისი საქციელით, გადაწყვეტილებაც და ისიც როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, როგორ უნდა გააგრძელოს კაცობრიობა. აი ჩვენთან გამოდის ახლა ბროშურა გამოვიდა უკვე. პატარა ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, ერისშვილები. პატარა ორგანიზაცია, არავითარი დიდი ავტორიტეტი არ აქვს და მისი ხელმძღვანელიც არის ერთი ძალიან თავმდაბალი ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ გაერკვეს მსოფლიოს ახალ წესრიგში და რაღაც ახალგაზრდობისთვის იზრუნოს, რომ რაც ოდნა მივცეთ და რომელი სწორია და რომელი არ არის სწორი. და დასვა და ამ ბროშურა გამოიცა, რომელსაც ქვია ჩვენ ვეკითხებით კაცობრიობას. და რას ეკითხებიან? პირველი შეკითხვა ეს არის. რომელი იდეოლოგია ჭირდება დღევანდელ კაცობრიობას? ის რომ მოუაროს თავის ერთადერთ სახლს, რომელიც ღვთისაგან აქვს მოძებული, დედამიწას და ამისთვის გაერთიანდეს მთელი კაცობრიობის ენერგია და მოახმაროს დედამიწის გადარჩენას პირველ რიგში. თუ ის იდეოლოგია ჭირდება, რომ გავანებოთ თავი ეს კაცო ესა დედამიწა როგორ წავა, მისი ჩვენი საქმე არ არის, აი მთავარია, რომ აბრაამის ერმა შეისრულოს თავისი ოცნება და 8 მილიარდი გაანადგუროს და დაეუფლოს მთელ მსოფლიოს და პლანეტას და შექმნას პლანეტარული ისრაელი.
მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოხდება ამ შეკითხვებზე რეაგირება. 4 ენაზე გამოიცა და აუცილებლად მოხდება რაღაც წყურვილის პატარა წვიმა მაინც, რომელიც გამოაფხიზლებს გარკვეულ ნაწილებს ადამიანისას და მერე იქნებ ღმერთმაც გვიშველოს და ძალა მოგმატოს იმისათვის, რომ მთელი კაცობრიობისთვის რაღაც სასიკეთო მიმართულება მივცეთ და კერძოდ ეს სასიკეთო მიმართულება აუცილებლად წყდება იმაზე, რომ მივეხმაროთ თვითონ სიონისტურ მოძრაობას და მისი მანდატის ანალიზი გავაკეთოთ. ანუ ბიბლიის თანამედროვე ანალიზი. ის საკითხი, რომელიც დაისვა ევროპაში და რომელიც აღარ ახსოვთ და არ უნდათ ამ დაბნეულობაში აღარ ახსოვთ და არ იციან რა ქნან. და ებრძვიან იმას, ვირუსებს ებრძვის ახლა დღეს სოფლიო. მეტი ამოცანა აღარ აქვთ. და ამას აუცილებლად ჭირდება ისეთი ეროვნული მუხტი, როგორც გაჩნია და რომლის ძალა შესწევს საქართველოს. მე ასე ვფიქრობ და სხვათა შორის წერილი, რომელიც მე მივწერე ბატონ ტრამპს, როგორც ანალიზი იმისა, რასაც მსოფლიოს ახალი წესრიგი ქვია და ანალიზი იმისა, რასაც ქვია ტრამპის მოვლინება აი ამ მსოფლიო წესრიგის და დაპირისპირებულ ძალად, რომ რა უნდა გააკეთოს ამ მოვლენამ, ტრამპის მოვლინებამ. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი ამოცანა, ძალიან დიდი საჩუქარი აგრეთვე უფლისაგან, რომელიც ქმნის მოწინააღმდეგეს ქმნის და ჩვენ ახლა ტრამპს უნდა მოვთხოვოთ, რომ ის პირველი ინაუგურაციის სიტყვები, რომელიც მან მოგვახსენა, ის იყო მსოფლიოს ახალ წესრიგთან დაპირისპირებული და ის შემთხვევითი დეტალები, რომლებიც გრძელდება და უნდათ რომ ტრამპი გამოაცხადონ ებრაელად, ამას მსოფლიო არაპატიებს. რასაკვირველია, მსოფლიო მოძებნის იმ გზას, რომელიც მიაჩნია მორალურად და რომელიც მიაჩნია ღირსეულად კაცობრიობის გადარჩენისა და სიცოცხლისათვის. მე მინდა ქალბატონდეს აი გკითხოთ, იმიტომ მეც მაინტერესებს თქვენი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად ბევრსაც დაინტერესებს. დღეს რო კაცობრიობა არის საერთოდ კრიზისში შესული, აზროვნების კრიზისია ნამდვილად. ამას ინტელექტუალური კრიზისია ნამდვილად. ნამდვილად. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის იყო ფორმირებული შემდეგნაირი საზოგადოება, სიტყვაზე უკვე 30-იანი წლებისთვის არსებობდა ლიბერალური სამყარო, არსებობდა ნაციონალ-სოციალისტური სამყარო და არსებობდა საბჭოთა კავშირი, რომელიც ცალკე ძალად განიხილებოდა. მე-21 საუკუნის დასაწყისში უკვე ესეთი რეალობა გაგვაჩნია, რომ არ არსებობს არც ნაციონალ-სოციალიზმი, არ არსებობს არც საბჭოთა კავშირი და არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ლიბერალური სამყარო, რომელიც შევიდა კრიზისში. აი ესეთი კრიზისებიდან სამყარო საერთოდ ისტორია გვასწავლის, რომ ომის გარეშე არ გამოსულა, დიდი ომების გარეშე არ გამოდის. და აი ტრამპის ფენომენს რაც შეეხება, რომელიც თქვენ ბრძანეთ და წერილიც გაქვთ დაწერილი და მე იმედი მაქვს, რომ წაკითხული ექნებათ თქვენს მიერ მიწერილი წერილი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი საქმე ქონდეს, იქ კარგი ანალიტიკოსები ზიან, რომლებიც აცნობიერებენ ამ ყველაფერს. არის კი ტრამპი ეს პიროვნება, არის კი ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია დადებითად შეცვალოს სამყარო, თუ ეს არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია ცვლილებები მოუტანოს სამყაროს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც შეიძლება ჭირდება. თვითონ ტრამპის ფენომენი, პიროვნება შეძლებს ამას თქვენი აზრით. რა არის იცით ბატონო ერმილე, რასაკვირველია, ტრამპი როგორც პიროვნება, ახლა როგორც ის შესაძლებლობები, რომ ანალიზისთვის რაც ჩვენ გვაქვს, შეიძლება ითქვას პირადად ჩემთვის, ახლა ის არ არის პროფესორი თქვა და აკადემიკოსი თქვა, მაგრამ მას აქვს ჯანმრთელობა მორალური და მან იცის
რომ სოდომ გომორიზაცია უნდა აკრძალოს. მან იცის, რომ ერების ლიკვიდაცია მავნებლობაა. მან იცის აგრეთვე, რომ ბაქტერიოლოგიური ომები უნდა აილაგმოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ყველაფერს, მაშინ ის ებრაელი არ იქნება, რომელმაც შექმნა ეს მსოფლიოს ახალი წესრიგი. აბა დააკვირდით? ხო, მას უკან არ წაუღია თავისი პოზიციები. შეიძლება ეს იყო ქათინაური ან ისეთი სიტუაცია, როდესაც ვერ აკადრებ, ასე ვთქვათ, მეორე ადამიანს, რომ ის უთხრა, რაც ეკუთვნის, და დიპლომატიაც არის აქ ამაში რაღაცა და დავინახოთ, შევხედოთ მომავალს, მაგრამ თავისთავად ტრამპის მოვლინება იმ დროს, როდესაც სოროსიზმი არის გაბატონებული და როდესაც ის ჯერ კიდევ პირველი ინაუგურაციის შემდეგ სოროსს ეთქვის, რომ შენახა რომ ანტიქრისტეო, ის კაცი სხვანაირად აზროვნებს და გარკვეულ შემთხვევაში როდის რა დაჭირდება, შეიძლება ჩვენ მერე ცოტა გვიან გავშიფროთ უფრო კარგად, არ ვიცი, ვერ გეტყვით ახლა, მაგრამ ის გულწრფელია ტრამპი, რაც უარყო მან, იმაში, იმ უარყოფაში არის ნამდვილად გულწრფელი. ხო, და ახლა იმ ნეთანიაჰუ იქნებოდა თუ ვინ იქნებოდა მის გვერდით, ვერავინ ვერ აკადრებდა იმას, რომ აი თქვენ რომ არ გინდათ თქვათ ერების ლიკვიდაცია, აი ეს ამაში უნდა დაგვეთანხმოთ, ან თქვენ რომ არ გინდათ 8 მილიარდის განადგურება და ასე შემდეგ, ესე იგი, ეს არ მომხდარა. ეს არ მომხდარა და მეორე ინაუგურაციის შემდეგ მე მას ძალიან დაწვრილებით ვადევნებ თვალყურს, უნდა გითხრათ. განსხვავებით პირველი ინაუგურაციიდან, რომელმაც მან გამოკვეთა, ეს არის სწორედ აი ეს ბაქტერიოლოგიური ომები და პანდემიები უარყო და იმას დაამატა, რაც პირველ ინაუგურაციაში უარყო, იმას დაამატა კიდე ძალიან მკვეთრად ეს პანდემიის უარყოფა. ასე რომ ჯერ კიდევ დავიცადოთ და ტრამპს ძალიან ჭირდება მსოფლიოსაგან მხარდაჭერა. ვერ ვიტყვი, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს, არის საკმარისი, არ არის ჯერ საკმარისი. იმიტომ რომ მსოფლიოს ცალკეულ ქვეყანას არ აქვს ძალა და უნარი დაპირისპირებისა მსოფლიოს ახალ წესრიგთან. ისევე როგორც საქართველოს. საქართველოს დღესაც იმართება პანდემიით. მაპატიეთ ეს გულწრფელობა, იმიტომ რომ საქართველოში დღეს არის როგორი მმართველობა, იცით, იმ კონსტიტუციაზე დამყარებული სახელმწიფო მმართველობა, რომელიც შემოიტანა შევარდნაძემ, ანუ ჯორჯ ბუშის პირადმა აგენტმა. ახლა ჯორჯ ბუშის პირადი აგენტი ვის ჩააბარებდა საქართველოს ისეთ სტრუქტურებს, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ ფარულადაც და ყველანაირი წესებით, რომელიც მათ ჭირდებათ და მათ ინტერესებს ჭირდებათ. აქედან გამომდინარე, გეთანხმებით, ნამდვილად გეთანხმებით ქალბატონ დენიზა და აი იმ ამბავში, რასაც ქვია ახლა ტრამპის ამბავი, აი იმ ამბავშიც თუ შევხედავთ სტრატეგიულად, დიახ, ამ ლიბერალური სამყაროს კრიზისი ზუსტად ტრამპმა შექმნა და ანუ ევროპას და ამერიკას შორის ის სინქრონი, რომელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და მაგათ დროს, რომ ერთ ჭკუაზე დარბოდნენ სულ ყველა, ნამდვილად ამის განხეთქილება ტრამპის დამსახურება არის და ნამდვილად ისიც, რომ სამედიცინო ორგანიზაციებთან კონტაქტების გაწყვეტა, მსოფლიო სამედიცინო ორგანიზაციებთან და ძალიან ბევრი ორგანიზაციის დატოვება ცვლილებები ნამდვილად შედის და ალბათ დროსა და სივრცეში გამოჩნდება ყველას დათესილი რა მოიმკერა. ბატონ ერმილე, როდესაც ტრამპი გამოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეაზე თავისი მოხსენებით, 200-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგაცია უსმენდა მას.
და პირველი ვისაც დაარტყა ეს იყო სოროსი ამ თავის გამოსვლაში და პირველი ვისაც დაარტყა ერების აკრძალვა და ასე დაამთავრა თავისი სიტყვა კაცობრიობის მომავალი ეკუთვნის არა გლობალიზაციას არამედ პატრიოტიზმს როგორ შეიძლება ადამიანის უფლებები დაიცვა და მას წაართვა სამშობლო სიყვარულის უფლება. ეგენი არ არიან ნორმალური ბოდიში გადავაჭარბე ესე იგი გუთხრელობით. ხო, როგორ შეიძლება ადამიანს წაართვა ერის სამშობლოს სიყვარული, კაცო? და შენ ესე იგი რაღაცა იმათ აქციო აჯამსანდალის დონეთ აქციო სამშობლოს სიყვარული. ეს როგორ შეიძლება? და აქედან გამომდინარე, ეგ იმდენად არაღთიური, არაბუნებრივია ის, რაც მაგათ უნდათ რომ გააკეთონ, მაგათ ჭირდებათ ნორმალური ადამიანების დახმარება და ბოდიშ გიხდით ძალიან მე ჩემი თავი მგონია ნორმალური და ძალიან მინდა რომ დავეხმარო. ძალიან მინდა რომ დავეხმარო იმ ბიბლიის გაგებაში, რომელიც მაგათთვის არის ესე იგი არა რეგისტრაცია უბრალოდ, არამედ საფუძველი, მანდატი. ამის გაგებაში მინდა დავეხმარო, რადგანაც უფალი აი უფლისგან ეს შთაგონება მაქვს და ამას მთხოვს და ძალიან მინდა რომ დავეხმარო და ეს ძალიან კარგად შეუძლია საერთოდ მთელ საქართველოს. იმიტომ რომ მე ეს იმიტომ შემიძლია რომ ქართული ცნობიერება მაქვს. და დარწმუნებული ვარ, თუ მე მექნება საშუალება რომ ჩემ ხალხს ის უთხრა, რისი თქმაც მინდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი ხალხი აბსოლუტურად იგივე აზრზე დადგება. აუცილებლად. იმიტომ რომ ჩვენ ერთი და იგივე ცისა და მიწის მოქალაქეები ვართ. აუცილებლად. და ეს რაც ჩვენ შეგვიძლია რომ უთხრათ მსოფლიოს თუ არ ვეტყვით, აი თინა წერეთელი რო გითხარით, ჩვენ დამნაშავეები ვიქნებით. აი მაშინ ჩვენ შევცოდავთ და რადგან ჩვენ შეგვიძლია, ესე იგი გვევალება. აი ესეთია ჩემი დღევანდელი პოზიცია და უნდა გითხრათ ბატონო ერმილე, რომ არის კიდევ ინფორმაციები და პოზიციები ჩემში რომელიც არც მსოფლიო მიცის, არც ჯერ არ მithქვია თქვენთვის და ბევრ რამე შეცვლის. შეცვლის იმისთვის, რომ აზროვნება წაწიოს წინ მსოფლიომ თავისი აზროვნება და ის გონება, რომელიც უფლისაგან აქვს, ნამდვილად აქვს. უბრალოდ მათ ჭირდებათ დახმარება. ეხლა რა თუ და დახმარება იმას, რომ 8 მილიარდის განადგურება იმისთვის, რომ შენ იყო მეფე, ეს არის ბოროტება. რა თუ და მაგას დიდი აზროვნება, კაცო. ეს ელემენტარული ამბებია. ერთი ადამიანი მახსენდება კაცობრიობის ისტორიიდან, ეს იყო მალთუსი, მაგრამ ის ამბობდა მეცნიერული შეხედულებებიდან გამომდინარე, რომ ადამიანების პოპულაცია ისე შეიძლება გამრავლდეს, რომ დედამიწამ ვერ შეინახოს ადამიანები, ამიტომ დასაშვები არის ომი და პანდემია და მსგავსი უბედურებები, რომ პოპულაცია შემცირდესო. იმას არ უთქვია, რომ მას უნდოდა მეფობა და ამის გამო იყო გასაწყვეტი მოსახლეობა. ის უბრალოდ ვერ ითვალისწინებდა მეცნიერულ ტექნიკურ პროგრესს, რომელიც მიეხმარებოდა კაცობრიობას წინსვლისთვის და ამათ კაცობრიობის განადგურება ჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ იყვნენ მეფეები და ყავდნენ მონები. დანარჩენი სამყარო კიდე იქნას ათვისებული, ამაში რადიკალური სხვაობა არის ამ ყველაფერში.